აბა სცადე სწორადობას ხო ამ შეკითხვას. აქ გვაქვს Python-ის კოდი, სადაც გლობალურად არის განმარტებული name ცვლადი, რომელიც უდრის ლევანის, ასევე person class-ი, რომლის class-ის ატრიბუტიც არის name და გვაქვს instance მეთოდი say hello, რომელიც აბრუნებს hello name. შემდეგ person class-ისგან ვქმნით p objects და p objects-ზე ვიყენებთ say hello მეთოდს. როგორ ფიქრობთ ამ კოდის გაშვების შემდეგ რა დაიბეჭდება ჩვენს ტერმინალში? დაიბეჭდება hello gigi თუ hello levani. მოდი გავუშვათ და ვნახოთ. პასუხად იბეჭდება hello levani. ეს შეიძლება ზოგიერთისთვის იყოს მოულოდნელი შედეგი, იმიტომ რომ შეიძლება იფიქროთ ესე. პირველ რიგში ჩვენი say hello მეთოდი name კლასის მნიშვნელობას ეძებს ლოკალურ scope-ში. ის ნახულობს ლოკალურად არის თუ არა აი აქ ამ ფუნქციაში შიგნით განსაზღვრული name ცვლადი და თუ ის იქნებოდა განსაზღვრული, მაშინ გამოიყენებდა მას აი აქ. თუმცა ის ვერ ნახულობს თავის ლოკალურ სივრცეში names, ამიტომ ეხლა ცდილობს რომ ნახოს ერთით ზემოთ scope-ში თუ არის name ცვლადი განსაზღვრული, რომ მაშინ ის მნიშვნელობა გამოიყენოს. თუმცა კლასი არ წარმოადგენს ფუნქციისთვის scopes, ამიტომ ის აქ საერთოდ არ ეძებს name ცვლადს. შესაბამისად, ლოკალურ სივრცეში, როცა ვერ იპოვის name ცვლადს, ის პირდაპირ გადადის ერთით ზემო scope-ში, რომელიც მისთვის არის პირდაპირ გლობალური scope-ი, სადაც ნახულობს რომ name არის ლევანის ტოლი.